ტიპში ხან ვართ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა და ვუსწრებთ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მაგრამ ბატონი პრემიერი გამობძა, ეგრეთ წოდებული პრემიერი, ქართული ოცნების პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ყველაზე ღარიბ ქვეყანა ბულგარეთსაც კი ჩამოვრჩებით ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეკონომიკურადაც, იმიტომ რომ ერთიანი შიდა პროდუქტი საქართველოში არ ამატებს 10,000 ამერიკულ აშშ დოლარს, რომელშიც როდის გადააჭარბა ეს 2020 წელს გადააჭარბა აღნიშნულმა ერთ სულმოსახლეს ერთიანი შიდა პროდუქტმა გადააჭარბა ბულგარეთში 10,000 დოლარს. ამიტომ ყველაზე ძლიერი ქვეყანა ნამდვილად არ ვართ და ეს ყოვლად სისულელია მართლაც ბატონი ქართული ოცნების მერის აღნიშნული განცხადება, ეს ასე არ არის ნამდვილად და ჩამოყალიბდნენ რომ ვართ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი თუ არ ვართ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა და ვუსწრებთ თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანას. თითქმის არ უნდა გველაპარაკონ, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ვუსმენთ ხალხს და არა თქვენ. ხალხს არავინ უსმენს, ხალხს რომ უსმენდნენ შესაბამისად ასე არ იქნებოდა და ასე ჩიხში არ მოვექცეოდით და მთლიანად მოწყვეტილი ცივილიზაციებს, ცივილ საზოგადოებას არ ვიქნებოდით მოწყვეტილი ხალხს უსმენს. შესაბამისად ეს ხალხს არ უსმენენ. ეს არის ყველა რიტორიკა, რომ თითქოს ვინმე რამეს გვაძალებს, იგივე ხარ ვსაუბრობ ჩვენ პოლონეთზე და რაც პოლონეთში, იგივე პოლონეთი არის ძალიან კაცრი კონსერვატული ქვეყანა და იქ არავინ არ ავალებს ეგრეთ წოდებულ ერთი და იმას სქესიან ქორწინებას, რაზეც ესენი ხშირად აპელირებენ. ანუ ხალხიც უკვე მიხვდა ამას და ისინი არ უსმენენ ხალხს. ხალხს რომ უსმენდნენ, შესაბამისად წაბრძანდებოდნენ, გამოუშვებდნენ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად არიან დაკავებულები და ხალხის რეალურად ხალხის სურვილი ეს არის. იგივე მათი ამომრჩევლისაც, რომ არ იყვნენ ეს ადამიანები უკანონოდ დატყვევებულები და შემდეგ როდესაც წაბრძანდებიან უნდა ჩაინიშნოს, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები და ეს ყოვლად უკანონო ძალა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამიტომ ისინი ხალხს არ უსმენენ. ხალხს უსმენდნენ, ასეთ გაჭირვება არ იქნებოდა ქვეყანაში, ასეთი უსამართლობა არ იქნებოდა ქვეყანაში და ასეთი ყოვლად იზოლირებული არ იქნებოდა მთლიანად მთელი ქვეყანა. მადლობა ალექსანდრე, ცოტნესთან გადავალ ბოლოს, ცოტნე დღევანდელ პროტესტს